ეს მძიმე კვირა იყო ტრადიციული მედიისთვის და განსაკუთრებით New York Times-ისთვის. ფიქრობ, საჭიროა ვიკითხოთ, როგორ იქცა New York Times-ი, რომელიც ოდესღაც დასავლური ჟურნალისტიკის სიმაგრე და მწვერვალი იყო, ისტორიაში უძველესი სიძულვილის გამავრცელებელად. მინდა დავიწყო იმით, რაც უკვე დიდი ხანია მაწუხებს. და თუ სინდისის მქონე ადამიანი ხარ და გჯერა სიმართლის, მტკიცებულებებისა და კანონის უზენაესობის, ეს შენც უნდა გაწუხებდეს. ამ კვირაში New York Times-მა გამოაქვეყნა ნიკოლას კრისტოფის მოსაზრებითი სტატია და ნებამომეცით გითხრათ, რა სამტკიცებდა კრისტოფი, თუ უკვე არ გსმენიათ ამის შესახებ და იმედი მაქვს, რომ გსმენიათ. მან განაცხადა, რომ ისრაელის ჯარისკაცები სისტემატურად ახორციელებენ გაუპატიურებას, პალესტინელ პატიმრებზე გაუპატიურების რეჟიმს ამყარებენ. მან განაცხადა, რომ ძაღლები გაწუხნილი იყვნენ დაკავებულებზე სექსუალური ძალადობისთვის. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს უკვე გაგვიგონია, მინდა ცოტა ხანს ამაზე დავფიქრდეთ. რადგან ეს ბრალდება იმდენად საშინელი და უკიდურესია, რომ ნებისმიერი სერიოზული რედაქტორი, ნებისმიერი სერიოზული ჟურნალისტი, ნებისმიერი სერიოზული ადამიანი ნამდვილად შეჩერდებოდა და ერთ კითხვას დასვამდა გამოქვეყნებამდე. სად არის მტკიცებულება? ეხლა მინდა თავიდანვე ძალიან კაფიოდ განვაცხადო. თუ რომელიმე ჯარისკაცი, იქნება ეს ამერიკელი, ევროპელი თუ ისრაელელი, დანაშაულს ჩაიდენს, უნდა გამოიძიო და გაასამართლო. ეს არის ის, რასაც დემოკრატიული ქვეყნები აკეთებენ და ისრაელი გამონაკლისი არ არის. ისრაელი დემოკრატიული ქვეყანაა და დემოკრატიებს გაკრატიებს გამოძიების არ ეშინიათ, მაგრამ აქ ასე არ მომხდარა. აქ მოხდა რაღაც ბევრად უფრო ბოროტი, ვიდრე უბრალოდ ცუდი სტატია. აქ მოხდა ის, რომ არსებობს მანქანა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ყველაზე უკიდურესი და ყველაზე პროვოკაციული ბრალდებები ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენოს. ამ ბრალდებებს ატარებენ აქტივისტურ ქსელებში, ამშვენებენ New York Times-ის ოფიციალური ბლანკით და უშვებენ გლობალურ საინფორმაციო ნაკადში. სანამ ვინმეს ექნება დრო, რომ ერთი რთული კითხვაც კი დასვას. და რაც მინდა რომ გავაკეთოთ, ეს მანქანა ნაწილ-ნაწილ დავშალოთ. პირველ რიგში აქ გარკვეული კანონზომიერებაა. და სანამ ამ კვირის სტატიაზე გადავიდოდეთ, ყველამ უნდა გავიგოთ ეს. ზოგი იტყვის ნახეთ, გაზეთები შეცდომებს უშვებენ, რეპორტიორები არასწორ ინფორმაციას წერენ. კარგი, სამართლიანია. მაგრამ ეს შეცდომა არ არის, ეს უკვე კანონზომიერებაა. მოდით გონებაში დავბრუნდეთ 2023 წლის 17 ოქტომბერს. ეს ჰამასის ხოცვა ჟლეტიდან მხოლოდ 10 დღეშია, როცა მათ 1200 ებრაელი დახოცეს. იმ დროს პირდაპირ ეთერში ვატარებდი ინტერვიუს, როცა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესპიკერის დანაყოფის ჯარისკაცი კამერის უკან დადგა და მანიშნებდა, რომ ინტერვიუს სწრაფად დამესრულებინა. დავასრულე ინტერვიუ და ვკითხე მას, რა ხდება? მან მითხრა, მოისმინე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება მოხდა ალ-აჰლის საავადმყოფოში ღაზაში. უთხარი, კარგი. მან მითხრა, უკვე გამოდის სტატიები, სადაც წერია, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ და სინამდვილეში New York Times-მა შემდეგი სათაური გამოაკვეთმა. ისრაელის ავიაიერიშმა 500 ადამიანი მოკლა ღაზას საავადმყოფოში. რამდენიმე წუთში ეს სათაური ყველგან გავრცელდა. ფაქტობრივად არეულობები ატყდა მთელ ახლო აღმოსავლეთში. მსოფლიო ლიდერებმა ისრაელი დაგმეს. იორდანიის მეფე აბდულამ გააუქმა სამიტი პრეზიდენტ ბაიდენთან და შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ამბავი დაიშალა. ეს ისრაელის ავიაიერიში არ ყოფილა. და არც 500 დაღუპული ყოფილა და ეს თვითონ საავადმყოფოშიც კი არ მომხდარა. ეს იყო წარუმატებელი რაკეტა, რომელიც პალესტინურმა ისლამურმა ჯიჰადმა გაუშვა, რომელიც ღაზაში ჩამოვარდა და მათივე საავადმყოფოს ავტოსადგომს დაეცა. ამ ერთ სათაურში 5 კატასტროფული შეცდომა იყო და Times-მა შესწორება რამდენიმე დღის განმავლობაში მიჩქმალა და მხოლოდ მაშინ გამოაქვეყნა, როცა ზიანი უკვე მიყენებული იყო. ერთი თვის შემდეგ Times-მა კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ღაზაში ისრაელის მიერ გამოწვეული სამოქალაქო სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის უპრეცედენტო იყო თანამედროვე ომებში, თუნდაც რუსეთთან და უკრაინასთან შედარებით. ეხლა უპრეცედენტო, თუნდაც რუსეთთან შედარებით ბლოგერი და უბრალოდ აიღო ერთი უბრალო ბლოგერი. ფაქტების გადამოწმება მიუთითა, რომ მხოლოდ მარიუპოლში რუსეთმა უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, ვიდრე ჰამასი ამტკიცებდა მთელი ღაზისთვის. და აი ირონია. New York Times-მა თავად უკვე ვცლად გააშუქა მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობა მარიუპოლში. მათმა საკუთარმა ჟურნალისტებმა ამაზე დაწერეს, მათმა საკუთარმა რედაქტორებმა ეს გამოაქვეყნეს. და მაინც რატომღაც მათმა საკუთარმა ჟურნალისტებმა ეს გამორჩათ. Times-მა სწრაფად საშალა ეს აბზაცი თავისი ვებგვერდიდან. არანაირი შესწორების შეტყობინება არ ყოფილა. ვერ იპოვით ამას. არანაირი განმარტება არ ყოფილა. 2023 წლის 7 ოქტომბერსა და 2024 წლის 7 ივნის შორის New York Times-მა აღიარა, რომ მათ ომის გაშუქებაში 72 შეცდომა დაუშვეს. მათგან 48 ისრაელს ეხებოდა. ეს არის 48 შეცდომა.
ეხლა გარკვეულ მომენტში გონივრული ადამიანები წყვეტენ კითხვას, არის თუ არა ეს პატიოსანი შეცდომები და იწყებენ კითხვას, აქვს თუ არა თავად ინსტიტუტს ნარატივის პრობლემა, სტრუქტურული მიკერძოება, წინასწარ განსაზღვრული დასკვნა, რომელსაც ვერანაირი მტკიცებულება ვერ შეცვლის. და ეს გვაბრუნებს მედიასთვის ამ მტკივნე უკვირაში. ეხლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, როგორ ააწყო ქრისტოფმა თავისი არგუმენტი, რადგან სწორედ აქ იხსნება ფარდა. წყაროთა ჯაჭვი გადის აქტივისტ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ანონიმურ ჩვენებებზე, იდეოლოგიურ შუამავლებსა და ანტიისრაელურ აქტივისტურ ქსელებზე, მათ შორის ისეთ ისრაელელებზე, რომლებმაც ზურგი აქციეს საკუთარ ქვეყანას. ეს არის რეპორტაჟის საფუძველი. აი ეს მიიჩნია საკმარისად New York Times-მა, რომ ისრაელის სისტემური გაუპატიურების პროგრამაში დაედანაშაულებინა. და თუ ვინმეს გონია, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, ქრისტოფის სტატია გამოქვეყნდა ერთი დღით ადრე, სანამ გამოქვეყნდებოდა და გავრცელდებოდა მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ისრაელელ მამაკაცებსა და ქალებზე განხორციელებულ სისტემურ გაუპატიურებას ეხებოდა. ეს რეალურად მოხდა 7 ოქტომბერს და მის შემდეგ დღეებში. ვიღაცამ წინასწარ დაინახა ეს და თქვა, უნდა ვიმოქმედოთ წინასწარ. უნდა გავანეიტრალოთ ეს. უნდა გამოვიტანოთ რაღაც, რაც ბალანსს შეცვლის. ამიტომ მათ გამოიყენეს ყველაფერი, რაც ხელთ ჰქონდათ და მისცეს პლატფორმა ჟურნალისტს, რომელმაც პულიცერის პრემია მოიგო, რომელსაც ჰქონდა წყაროები, რომლებიც საკმაოდ საეჭვო იყო და ეს ყველაფერი წინა პლანზე წამოსციეს. ეხლა ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაცია, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ ბრალდებებს აყენებს, არის ევრომედი. ეს არის ევროპულ ხმელთაშუა ზღვის ადამიანის უფლებათა მონიტორი. ეს ძალიან ნეიტრალურად ჟღერს. ის ჟენევაშია დაფუძნებული, ძალიან ოფიციალურად ჟღერს, სერიოზული ორგანიზაცია ჩანს. მოდი ცოტა ღრმად ჩავიხედოთ. მოდი ზედაპირი ოდნავ გადავფრიკოთ, როგორც ლატარიის ბილეთზე და ვნახოთ ქვეშ რა იმალება. და ვაუ, ეს იგივე ორგანიზაცია, რომელმაც ადრე დაადანაშაულა ისრაელი, რომ პალესტინელთა ცხედრებიდან ორგანოებს იღებს. ორგანოების ამოღება. ეს უკვე 2024 წელს მოხდა. ეს შუა საუკუნეების სისხლის ცილისწამების ენაა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის წერილის ფორმითაა შეფუთული. და მაინც ისინი ერთ-ერთ მთავარ გამავრცებლებლად იქცნენ იმ ბრალდებების, რომლებიც ახლა გლობალურად აღიქმება როგორც დადასტურებული ფაქტირებული. შემდეგ არის შაიელ ბენ ეფრაიმი. ხო, ეს ებრაულად ჟღერს, ალბათ ისრაელელია. ალბათ იცის რა ხდება, ხომ ასეა? მან სადოქტორო დისერტაცია დაწერა თემაზე ზურგის შექცევა სიონიზმისთვის. და ის იყო ყოფილი UCLA-სთან დაკავშირებული აკადემიკოსი, რომელსაც გირჩევთ დააგუგლოთ, რომ ნახოთ მის წინააღმდეგ წამოყენებული სექსუალური ბრალდებები და ან მისი გათავისუფლება, ან მისი ნებაყოფლობითი წასვლა თანამდებობიდან. მაგრამ ამას თქვენ დაგიტოვებთ, თავად ნახეთ მისი წარსული. მან შეაგროვა ბრალდებები ადვოკატირების ჯგუფებისგან, მათ შორის არ არის გასაკვირი, იურომედისა და ქეერისგან. მან განაცხადა, რომ ესაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის დაცვის თანამშრომლებს. ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ისინი. და მან ეს ყველაფერი სისტემური ძალადობის პროგრამის მტკიცებულებად შეფუთა, მათ შორის ძაღლების გამოყენებაც. ეხლა ეს გააძლიერა რაღაცამ, რასაც ელექტრონული ინტიფადა ეწოდება. ოუენ ჯოუნსმა მოიყვანა მაგალითი ფინოჩეტის ჩილედან, სადაც ერთი ძაღლი, როგორც ამბობდნენ, გამოიყენეს ჩილეში პატიმრების წინააღმდეგ, რათა დაემტკიცებინათ, რომ ასეთი ბრალდებები სარწმუნო იყო და ძაღლს შეუძლია ადამიანი გააუპატიუროს. Dropsite News-მა გამოაქვეყნა ეს ამბები დამოუკიდებელი გადამოწმების გარეშე. ალია ბუნამამ, ელექტრონული ინტიფადის თანადამფუძნებელმა ამას უწოდა ერთ-ერთი ყველაზე მხეცური სისასტიკე, რაც კი ოდესმე სმენია. და შემდეგ New York Times-მა მთელ ეკოსისტემას მისცა ის ერთადერთი, რაც აკლდა, ინსტიტუციური ლეგიტიმაცია, ტრადიციული მედიისგან. ეს არის მექანიზმი, აქტივისტის ბრალდება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბრალდების გაძლიერება, ესკალაცია სოციალურ მედიაში, ყველაფერი ერთმანეთს ემატება. და შემდეგ ელიტური გაზეთი ადასტურებს. ამ პროცესს იმეორებენ ისევ და ისევ, და როცა Times-ი თავის სახელს დაადებს, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ფიქრობს, რომ ეს სიმართლეა, რადგან ეს არის New York Times-ი. ბრალდება თავად ხდება ამბავი და გადამოწმება მეორე ხარისხოვანი ხდება. ეხლა კი რაც შეეხება ანგარიშვალდებულებას, ის არასდროს დგება. ეხლა ნებამომეცით ყველაზე ამაზრზემ ბრალდებას მივხედო. ბრალდება ისაა, რომ ებრაელი ჯარისკაცები ასწავლიდნენ ძაღლებს, რომ სექსუალურად დაესხნენ თავს პალესტინელ პატიმრებს. ეს არ არის ცალკეული ცუდი ქცევა. ეს არ არის ერთი ჯარისკაცის მხრიდან ძალადობა. ბრალდება ისაა, რომ ისრაელის სამხედრო პერსონალი სისტემატურად წვრთნიდა ძაღლებს, როგორც პროგრამის და პოლიტიკის ნაწილს, პატიმრების გასაუპატიურებლად. ეხლა რა მტკიცებულებაზეა დაფუძნებული ეს განსაკუთრებული ბრალდება? ანონიმური ჩვენებები.
აქტივისტი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა ევრომედი, იდეოლოგიურად მოტივირებული შუამავლები, მაგალითად შაიელი. არ არსებობს დამოუკიდებლად დადასტურებული ფორენზიკული მტკიცებულება, არ არსებობს საჯაროდ გამოქვეყნებული სამედიცინო დასტური, არ არსებობს იდენტიფიცირებული მოწმეებები, რომლებიც მზად არიან ფიცის ქვეშ მისცენ ჩვენება. ეს არის ყველაფერი. თუ ვინმე შევიდოდა New York Times-ის რედაქციაში და განაცხადებდა, რომ ამერიკის პოლიციის დეპარტამენტი ამ ფრანგული სამხედრო ძალები სისტემატურად წვრთნიან ძაღლებს პატიმრების გაუპატიურებისთვის, როგორ ფიქრობთ, Times-ის გამომცემლები მისცემდნენ ამ ამბავს გასაჯაროების უფლებას. Forensically მტკიცებულების არც ერთი ნაგლეჯის გარეშე, არც ერთი დასახელებული წყაროს გარეშე, არც ერთი დამოუკიდებელი სამედიცინო დადასტურების გარეშე, რა თქმა უნდა არა. მაგრამ როცა ბრალდება ისრაელის წინააღმდეგ არის, მტკიცებულებების მინიმალური ზვარიც კი ქრება. სხვათა შორის პროფესიონალი ძაღლების მწვრთნელებიც ჩაერთნენ ამ საკითხში. Brandon McMillany, CBS shows Lucky Doggies ემი ჯილდოს მფლობელი წამყვანი, ამბობს, რომ მას არასოდეს სმენია იმის შესახებ, რომ ძაღლი ადამიანზე გაუპატიურებისთვის გაეწვრთნათ. და მას არც კი მიაჩნდა, რომ ეს ბიოლოგიურად შესაძლებელი იყო. რატომ? იმიტომ, რომ მამრი ძაღლები სექსუალურად აღიგზნებიან, ბრძანებით ისე, როგორც თავსხმისთვის გაწვრთნილ ძაღლებს შეუძლიათ კპენა ბრძანების მიხედვით. მექანიკა უბრალოდ არ მუშაობს. მაგრამ ეს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ბრალდება ნარატივს ემსახურებოდა. და იმ მედია ეკოსისტემაში, სადაც დღეს ცხოვრობთ, ნარატივის მხარდაჭერა საკმარისია. აქ იწყებს ისტორია ძალიან ხმამაღლა ეკოს, რადგან ამას სისხლის ცილის წამება ეწოდება. და რადგან სისხლის ცილის წამებები და დავარქვათ ამას თავისი სახელი, სისხლის ცილის წამება, ისინი არასდროს ეხებოდა მტკიცებულებებს. ისინი ეხებოდა მორალური ნებართვის შექმნას. ებრაელების სიძულვილისთვის. საშუალო საუკუნეების ევროპაში ებრაელებს ადანაშაულებდნენ ჭაბურღილების მოწამლაში, რელიგიური სიმბოლოების შეურაცხყოფაში, ქრისტიანი ბავშვების მკვლელობაში, რათა მათი სისხლი გამოგვეყენებინა და პასექისთვის მათსაცა შეგვეცხო. ვაუ, ეს ალბათ ძალიან გემრიელია. ენა საუკუნეების განმავლობაში იცვლება. სისხლის ცილის წამების მექანიზმი კი არ იცვლება. მექანიზმი იგივეა. აირჩიე ყველაზე საზიზღარი ბრალდება. მოაშორე მას ნებისმიერი მტკიცებულების სტანდარტი და გაავრცელე იმ ინსტიტუტებში, რომლებიც მას სანდოობას ანიჭებენ. ევროპაში ეს იყო ეკლესია. თანამედროვე ეპოქაში ეს არის New York Times-ი. ახლა კრისტოფი სულელი არ არის. ის ჭკვიანი კაცია. მას პულიცერის პრემია აქვს. მან გაიგო, რომ ასეთი უკიდურესი ბრალდებები საჭიროებს რაღაც ფორმის ისრაელის დამოწმებას, რადგან მის გარეშე სტატია ზუსტად ისეთია, როგორიც არის. აქტივისტური რეკვიზიტი, პროპაგანდის ბროშურა, რომელიც გაზეთის ფორმაშია ჩაცმული. ამიტომაც მან მიმართა იმას, ვისაც ყოველთვის მიმართავენ, ეჰუდ ოლმერტს. ახლა ეჰუდ ოლმერტი ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო. ეხლა თუ ეს გადაცემა ან ჩემი ინტერვიუები გინახავთ, კარგად იცით, რომ მე ეჰუდ ოლმერტის გულშემატკივრად ნამდვილად არ ვარ ცნობილი. მაგრამ აქ რაც რეალურად მოხდა მნიშვნელოვანია, რადგან კრისტოფმა ციტირა ოლმერტი, რომელმაც თქვა, ჯერა რომ ეს ხდება, უდავოდ. მინიშნება აშკარა იყო, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ადასტურებს სისტემური გაუპატიურების, სექსუალური წამების და პატარა ძაღლების სექსუალური ძალადობის იარაღად გამოყენების ბრალდებებს. ერთადერთი რამ არის ის, რომ ოლმერტმა, რაც მისთვის უჩვეულოა, საჯაროდ გააპროტესტა და დააზუსტა. მე არ დამიდასტურებია ეს ბრალდებები და არ მაქვს ინფორმაცია, რომელიც ამ ბრალდებებს ამყარებს. ოლმერტმა განმარტა, რომ ზოგადად საუბრობდა ომის დროს ჩადენილი გადაცდომების ბრალდებებზე და მე არ მიხარია, რომ ასე მოიქცა. სინამდვილეში ვფიქრობ ეს სამარცხვინოა, მაგრამ მან არ დაადასტურა სისტემური გაუპატიურების, სისტემური წამების და სისტემურად ძაღლების გამოყენების ბრალდებები პატიმრების წინააღმდეგ. ასე რომ სულ მცირე ოლმერტის თქმით, კრისტოფმა შექმნა მცდარი შთაბეჭდილება, როდესაც გამოიყენა ციტატა კონტექსტიდან ამოღებული და წარმოადგინა ისრაელის მხრიდან ბრალდებების დადასტურებად, მაშინ როცა თავად ცხარო ოლმერტი ამბობს, რომ ამას არასდროს ადასტურებდა. ეხლა ეს ჟურნალისტიკა არ არის. ეს მეგობრებო მანიპულაცია. The New York Times Ehud Olmertis და თავისი მკითხველების წინაშე სრული შესწორება მართებს. ეხლა მთელ ნარატივის დიდი ნაწილი ეფუძნება ობიექტს სახელად State Heimani. მოდით რეალურად განვიხილოთ State Heimani და ვნახოთ რა მოხდა იქ სინამდვილეში. 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელი მოულოდნელად აღმოჩნდა სიტუაციაში, სადაც მას უწევდა ჰამასის ტერორისტებისა და ეჭვმიტანილი ტერორისტების დიდი რაოდენობის დამუშავება, რომლებიც აქტიური ბრძოლის დროს დააკავეს. State Heimani გახდა ომის დროინდელი დაკავებისა და სადაზვერვო შემოწმების ობიექტი. და დიახ, გაჩნდა ძალადობის ბრალდებები. რადგან ისრაელი დემოკრატიული ქვეყანაა, მან დაიწყო გამოძიებები. ასე იქცევიან დემოკრატიები. მაგრამ შემდეგ მოხდა რაღაც, რაც უნდა აფიქრებდეს ყველა პატიოსან დამკვირვებელს. საგულისხმო საქმე ეხებოდა 10 ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვისტის დაკავებას, მას შემდეგ რაც გაჟონილმა ვიდეო, როგორც ჩანს, აჩვენა პალესტინელი დაკავებულის მიმართ ძალადობა. ვიდეომ საერთაშორისო მასშტაბით დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ის მამხილებლად ჩანდა.
ჯარისკაცები კამერებისგან მოშორებით დანცავი ფარების უკან პატიმარს მიყავდათ. სხვათა შორის ეს ყველაფერი ჩანს ამ ვიდეოში, თუმცა კითხვები თითქმის მაშინვე გაჩნდა. დანცავი ფარების ბარიერი. ეს force 100 სტანდარტული პროცედურაა ჩრეკის დროს და არა რაიმე ბოროტი განზრახვით. გამომძიებელი ჟურნალისტი ქან ჰაჰაჩი, უკაცრავად ქან 11-ში ისრაელში, გამოავლინა შეუსაბამობები ვიდეო მასალასთან დაკავშირებულ დროის ნიშნებში. კითხვები გაჩნდა თავად ბრალდებების ქრონოლოგიასთან დაკავშირებითაც. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სისტემური სექსუალური წამების მასშტაბური ნარატივი ბევრად აღემატებოდა იმ ბრალდებებს, რომლებიც საბოლოოდ სასამართლოში იქნა წარდგენილი. 2025 წლის დასაწყისისთვის ანგარიშებში აღინიშნებოდა, რომ საზოგადოებრივი ნარატივის ცენტრში მყოფი სექსუალური ძალადობის ბრალდებები აღარც კი შედიოდა ბრალდების აქტში. შემდგომი ანგარიშები მიუთითებდა, რომ ბრალდებები მთლიანად მოიხსნა. და ისრაელის გენერალური ადვოკატი, რომელიც კადრების გაჟონვაში იყო ჩართული, მოგვიანებით გადადგა და ახლა განზრახ მასალის გაჟონვის გამო გამოძიებას ექვემდებარება. და მასალის გაყალბება იმისთვის, რომ გაეკარცხლებინათ მტკიცება, თითქოს მისი დეპარტამენტის ზედმეტად შემწყნარებელი იყო. ასე რომ მან პრესაში გააჟონა მასალა, რომელიც გაყალბებული იყო. იმისთვის, რომ დაწყებულიყო კამპანია 10 რეზერვისტის წინააღმდეგ, უსამართლო კამპანია, რომელსაც შემდეგ თავად დაუჭერდა მხარს და აჩვენებდა, თითქოს ის მართლაც სტევნიდა ისრაელის ჯარისკაცებს დანაშაულის ჩადენისთვის, რომელიც სინამდვილეში არასდროს ჩაუდენიათ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დისკრედიტაციის კამპანია ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში. ამ ქალმა როგორღაც მოახერხა სამხედრო პატიმრობიდან გაქცევა და თავისი მობილური ტელეფონი ოკეანეში გადააგდო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გამოაშკარავდა. ასევე იყო ეს მთელი შეთქმულებაც და სასამართლომ საქმეზე მთელი სახელმწიფო გუნდის საფუძველი უარყო, რაც ნიშნავს, რომ ის საფუძველი, რაზეც New York Times-მა ააგო თავისი ნარატივი ისრაელელების მხრიდან სისტემური გაუპატიურების ისტორიის შესახებ, შემოწმებისას დაინგრა. ახლა მინდა რაღაც გაჩვენოთ, რადგან აქ არსებული ფარისელობა იმდენად აშკარაა, რომ ხმამაღლა თქმა სჭირდება. იმავე კვირაში, როცა New York Times-მა გამოაქვეყნა ნიკოლას კრისტოფის სტატია, სადაც ისრაელი გაუპატიურების რეჟიმის მართვაში დაადანაშაულა, გაზეთმა კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა უკრაინაზე. სათაური იყო შემოდიან მკვლელი რობოტები, უკრაინელი, რომელიც ომის მომავალს ქმნის. სტატიაში ქებით იყო აღწერილი უკრაინის მიერ ავტონომიური დრონების, ხელოვნური ინტელექტის სამიზნე სისტემებისა და იარაღების განვითარება, რომლებიც თავად იღებენ გადაწყვეტილებას სასიკვდილო ძალის გამოყენებაზე. მანქანებით მკვლელობის მომავალი. ტონი როგორი იყო? აღფრთოვანებული, ინოვაციური და მომავლისკენ მიმართული. სინამდვილეში ეხლა ამ ყველაფრის უკან მდგომი უკრაინელი გენიოსი კვირაში 35,000 რუსის ნაცვლად უკვე 50,000 რუსს კლავს. ეხლა საკითხი აღარ არის, უნდა კლავდნენ თუ არა მანქანები, ან კლავენ თუ არა სწორ ადამიანებს. სტატიაში ასობით სიტყვის შემდეგ უნდა ჩახვიდე. და შემდეგ თითქმის როგორც შენიშვნა ჩნდება წინააღმდეგობა. ზოგიერთ უფლებადამცველ ჯგუფს ჰქონდა შეშფოთება, ეს იყო სკეპტიციზმი. ახლა წარმოიდგინე, რომ New York Times-ი ასეთ ტონალობაში აქვეყნებს სტატიას ისრაელზე. ისრაელი ქმნის ომის მომავალს, ხელოვნური ინტელექტის სამიზნე სისტემებს, ინოვაციას, აუცილებლობას. შეგიძლია წარმოიდგინო ეს, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია. როცა უკრაინა ქმნის ავტონომიურ მკვლელ სისტემებს, ეს ინოვაციაა. როცა ისრაელი ებრძვის ჰამას, მას შემდეგ რაც ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების ყველაზე საშინელი მასობრივი მკვლელობა მოხდა, უცებ საუბარი გენოციდზე, ბარბაროსობაზე, სადიზმსა და გაუპატიურებაზე გადადის. ეს მორალური ასიმეტრია შემთხვევითი არ არის. ეს არჩევანია. თამინდევრულის სარედაქციო არჩევანი, რომელსაც ინგლისურენოვან სამყაროში ყველაზე გავლენიანი გაზეთი ისევ და ისევ აკეთებს. იგივე გაზეთი, რომელიც უკრაინაში ავტონომიურ მკვლელ დრონებს რომანტიზებს, ავრცელებს შუა საუკუნეების სტილის ბრალდებებს ებრაელ ჯარისკაცებზე, თითქოს ისინი ძაღლებს ასწავლიან ტყვეების გაუპატიურებას. და ისინი ან ვერ ამჩნევენ ამ წინააღმდეგობას, რადგან იმდენად ჩაფრულები არიან თავიანთ უოკეკო კამერაში, ან უბრალოდ არ აინტერესებთ. მაგრამ ორივე შესაძლებლობა უნდა გაღიზიანებდეთ. ეხლა კი მინდა დავასრულო იმით, რამაც ამ კვირაში ნამდვილად მომცა კმაყოფილება. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი აპირებს უჩივლოს New York Times ამ სტატიაზე და მინდა ნათლად თქვა, კარგია. ეს ზუსტად სწორი ნაბიჯია. წლების განმავლობაში New York Times-ი მოქმედებდა იმ ვარაუდით, რომ მას შეეძლო დაებეჭდა პრაქტიკულად ყველაფერი ისრაელზე, ნებისმიერი წყაროს საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რამდენად საეჭვოა ეს წყაროები და არანაირ შედეგს არ მიიღებდა. ისინი შეიძლება ჩუმად შეიტანონ პატარა შესწორება, რომელსაც არავინ ხედავს, ან სადღაც დამალული უარყოფა. შემდეგ კი გადადიან შემდეგ ბრალდებაზე. ამ ეპოქას უნდა დაესვას წერტილი. უნდა აიძულო, რომ სასამართლოში წარდგნენ.
აიძულო ახსნან ზუსტად რა მტკიცებულების სტანდარტი გამოიყენეს, სანამ ისრაელს დემოკრატიას სისტემური გაუპატიურების რეჟიმში დაადანაშაულებდნენ. აიძულე ფიცის ქვეშ დაიცვან წყაროების ჯაჭვი. ძლიერი ინსტიტუტების პასუხისმგებლობის დაკისრება სიტყვის თავისუფლებისთვის საფრთხე არ არის. ეს არის სიტყვის თავისუფლების განხორციელება. New York Times-ი კრიტიკასა და შემოწმებაზე მაღლა არ დგას და ისრაელს სრული უფლება აქვს მოითხოვოს პასუხისმგებლობა. ეს უკვე მხოლოდ მედიის პრობლემა აღარ არის. ეს ლეგიტიმურობის კრიზისია. როდესაც ელიტარული ინსტიტუტები, როგორიცაა Times-ი, უარს ამბობენ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სტანდარტებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდება ებრაელებისა და ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული, ისინი მხოლოდ ჟურნალისტიკას არ აზიანებენ. ისინი აზიანებენ თვით სამოქალაქო საზოგადოების საფუძველს. ისინი სიძულვილს მორალურად ამართლებენ. თუ დანაშაულები მოხდა სახელმწიფო დეპარტამენტში, გამოიძიეთ ისინი, პასუხისგებაში მიეცით პასუხისმგებელი პირები. ისრაელი იცის, როგორ გააკეთოს ეს. ის ასამართლებს ადამიანებს, როცა საჭიროა და ისევ გააკეთებს ამას. მაგრამ ასეთი ბრალდებები, რომლებიც ასე პროვოკაციულია, ბრალდებები, რომლებიც ადამიანის ისტორიის ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე მომაკვდინებელ ცილისწამებას იმეორებს, საჭიროებს უდავო მტკიცებულებებს. არა ანონიმური ჩვენებები, არა აქტივისტური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ისრაელს პალესტინელების დონორული ორგანოების გაკიდვაში ადანაშაულებენ, არა წყაროების ჯაჭვები, რომლებიც ერთი ძაფის გამოკაჩვისთანავე ინგრევა. იცით, მთავარი კითხვა აქ საბოლოოდ ისრაელს არ ეხება. საუბარია იმაზე, მზად არიან თუ არა ეს ელიტური ინსტიტუტები, იგივე მტკიცებულებითი სტანდარტები გამოიყენონ ებრაელებისა და ისრაელელების წინააღმდეგ წაკანებულ ბრალდებებზე, რასაც გამოიყენებდნენ ნებისმიერი სხვა ადამიანის წინააღმდეგ. ეს არ არის რადიკალური მოთხოვნა. ეს არის მინიმალური მოთხოვნა. და ის ფაქტი, რომ ეს კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, ყველაფერს გეუბნებათ იმაზე, თუ სად ვიმყოფებით ახლა. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მტკიცებულებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბრალდება ებრაელებისა და ისრაელის წინააღმდეგ არის წაყენებული. ეს არის ჭეშმარიტი აღმოსავლეთი და მე ვარ დარონ სპილმანი.